და დადგა რომ უსმინოთ ერთად კომპანიას ავის მართლ პარტნიორს მარიამ ქოიავას თავის ავტორო რუბრიკაში ბიზნესი 360 გრადუსით. იცით როგორ არის დღევანდელი თემატიკა და საუბარი სავის მართლ პარტნიორთან ერთგარად შეკრავს ტრილოგიას, რომელიც საქართველოში ღვინის ინდუსტრიას მიუძღვენით. მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ ამჟამად საქართველოში 1133 ღვინის აქტიური მწარმოებელია რეგისტრირებული, მათგან 54 არსებობს კომპანიის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით, ხოლო 41% ინდივიდუალური მეწარმეა. ღვინის მწარმოებელთა 97% მაინც მცირე ზომის და საშუალო ზომის კომპანიებად და ერთეულებად, მსხვილად კი 0.5%-ია, მსხვილი ბიზნესად კატეგორიზდება, ექვსი ბიზნესია საუბარი, თუმცა საქართველოში ღვინოს არაერთი შინამეურნეობა აწარმოებს ღვინის საკუთარი მოხმარებისთვის და შედეგად ოფიციალურ მონაცემებში ეს ვერ ხვდება. 2023 წელს საქართველოში ღვინის წარმოებელი კომპანიების ჯამური ბრუნვა $1.1 მილიარდ აღწევდა. 2019-23 წლებში ღვინის წარმოებელი კომპანიების ბრუნვა, ანუ საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.7%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ ღვინის ფასითაც იყო განპირობებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოებელი კომპანიების ბრუნვის 15%-მდე წილი სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, ჭაჭის თუ სხვა პროდუქციის წარმოებიდან იქნება ეს ბრენდი თუ კონიაკის წარმოებიდან მიიღება. ასევე, საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში ღვინის 10 უმსხვილესი მწარმოებელი გახდათ. ეხლა სიას, რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ეკრანზე, ეს არის დაალგებული ამბანურად დაწყებული ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი, ასკანელი, ბადაგონი და სხვაები თქვა, ათეულს კრავს ბოლერო, რომელიც ვიცით რომ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მოცულობით და რაოდენობით საქართველოში თუ პირველი არა. მოკლედ ბიზნესი 360 გრადუსით დღევანდელი რუბრიკის ძირითადი სასაუბრო თემა იქნება ღვინის სექტორის ოღონდ ფინანსური შედეგები და მე მივესალმებ სავის მართლ პარტნიორს და საქმიანი დილის თანაწამყვანს მარიამ ქოიავას. დილამშვიდობისა მარიამ. დილამშვიდობისა გიორგი. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ უშუალოდ ფინანსური შედეგების ანალიზით, რა ფინანსური მაჩვენებელები შესაძლებელია რომ გავაჟღეროთ ღვინის მწარმოებელთა მთლიანად მოდი ინდუსტრიაზე. როდესაც ფინანსურ მაჩვენებლებს ვუყურებთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 6-7 წლის წინ მსგავსი რუბრიკის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა და რატომ? ამ ინდუსტრიაზე და ზოგადად მონაცემები არ ქონდა. ან ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ფინანსურ მეტრიკებს გულისხმობ, აუცილებლად არის რეფორმის დამსახურება, რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემოღებასთან არის კავშირში და შესაბამისად ეს არის ჩემი აზრით აღსანიშნავი ფაქტი, იმიტომ რომ აქამდე პრაქტიკულად ნებისმიერ ინდუსტრიაში ჩვენ ვიყავით ბრმად ანალიტიკოსები, არ ვიცოდით რა შეიძლება ყოფილიყო და მგონია რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა არის უშუალოდ ამ ინდუსტრიაში მყოფი კომპანიებისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად ახლა გვისმენდნენ ისინი და დაადარონ საკუთარი შედეგები ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე საშუალო შედეგებს სტატისტიკურად და ეს ძალიან მაგარია. დავამატოთ, რომ ეს მონაცემები გარდა სახელმწიფოს აღრიცხვისა და ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული რეფორმისა საქართველოში არის აუდირებული. მეტწილად კომპანიების მიხედვით კი არის აუდიტირებული მონაცემებია და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ მსხვილი კომპანიების მონაცემებზე ვსაუბრობთ, ის აუცილებლად არის შესაბამისი ხარისხის აუდიტორული კომპანიების მიერ ვალიდური. შესაბამისად, მათ ამ მონაცემებს ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ. რომ მიმოხილვა გავაკეთოთ, რას გვეუბნება ეს სექტორი. 2019 წელი ღვინის სექტორს ჰქონდა საკმაოდ კარგი, შემდგომ პანდემიის გამო შემცირდა როგორც ბრუნვა, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში ამ სექტორში. ჩვენს მსმენელს რომ განვუმარტოთ, ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ზოგადად ინდუსტრიის ტემპის დაგდებას საშუალებადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ არ ვზრდით წარმადობას, არ მუშაობთ თქვათ ახალ საექსპერიმენტო პროდუქტებზე, რაც შეიძლება ექსპორტისთვის იყოს საინტერესო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ტენდენცია 2021 წლიდან არის უკვე გამოსწორებული სტატისტიკურად და აქ ჩვენ თუ ვთქვათ 2020 წელს იყო მხოლოდ 90 მილიონი ლარის ფარგლებში ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, ვხედავთ თითქმის გაორმაგებულ 151 მილიონ ლარს.
ეს ტენდენცია უკვე შემდგომ 22 და 23 წლებში არის ნორმალიზებული, იმიტომ რომ რაც კომპანიებს ჰქონდათ დაგეგმილი 2020-ში რომ გაეკეთებინათ და არ გააკეთეს, რეალურად მთლიანად 21-ში მოვიდა აი ამ ინვესტიციებზე წილი. ფინანსისტების და ეკონომისტების ენაზე თან რო გააგრძელოთ, მარიამ, ფინანსური ანალიზი. შეგვიძლია თუ არა ცალსახად ვთქვათ, რომ ეს ძირითადად ასევე რეინვესტირებაა და კიდევ ერთი რეფორმის დამსახურება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავატარეთ, რომელიც ეხება მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას რეინვესტირების შემთხვევაში. სამწუხაროდ ზუსტად რეინვესტირების წილის გამოყოფა არ შეგვიძლია, მაგრამ დაშვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი იყო ეს და არის დღესაც ინდუსტრიისთვის мотиваცია, რომ მოახდინოს რეინვესტირება და გააფართოვონ თავიანთი კომპანიები, ეს საკმაოდ დიდი мотиваცია არის ასევე მაგრამ ჩვენთვის როგორც დამკვირვებლებისთვის და ანალიტიკოსებისთვის ეს ცალსახად არის კატეგორიზაცია ინვესტიცია. ცალსახად კი. ცალსახად ითვლება ინვესტიციად, იმიტომ რომ ფართოვდება კომპანია და კონკრეტულად არა მხოლოდ საბრუნავ კაპიტალში აგრძელებს ინვესტირებას, არამედ უშუალოდ წარმოებლურობაში და წარმადობაში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. სავის გადმოსახედიდან და თქვენ როგორც ამ კომპანიის მმართველი პარტნიორი, როგორი შედეგებია ეს, რასაც თქვენ აკვირდებით? არის თუ არა ეს ცალსახად პოზიტიური და ხო, რაც დავარია თქვენი კონტაქტებიდან, კავშირებიდან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებასთან. რამდენად არის ეს პოზიტივი საერთაშორისო კომპანიებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის? რეინვესტირების და ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია რომ შევაფასოთ მართლაც რამდენად კარგია ეფექტურობის ჭრილში. ზოგადად ფინანსებში აუცილებლად უნდა შევადაროთ შედეგის მაგენერირებელ რიცხვებსაც. ამ შემთხვევაში შედეგი ჩვენთვის არის ან წმინდა მოგება, ან საოპერაციო მოგება, ან შემოსავალი. აქ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ტენდენცია შეინიშნება და ერთ-ერთი კოეფიციენტი, რითაც ჩვენ ამას ვზომავთ, არის ROA, ან უკუგება აქტივებზე. სამწუხაროდ ROA-ს მაჩვენებელი ბოლოს 3 წელიწადზე რომ დავაკვირდეთ მას, არის კლებადი. ანუ, როდესაც იყო 10% ვთქვათ 2021-ში, 22-ში შემცირდა 5-მდე და 2023-ში შემცირდა 2%-მდე. ხლა რას გვეუბნება ეს? ნახეთ, ინვესტიციები კი განვახორციელეთ და გავზარდეთ, ვთქვათ, მაგრამ ჯერჯერობით შემოსავლის ტემპი ვერ გვეწევა და ეფექტურობა აქტივებზე დავარდა სექტორის. აი ეს არის, რასაც ამბობს ეს კოეფიციენტი. ამიტომაც ძალიან ხშირად ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ ერთ მეტრიკას განყენებულად და ის აუცილებლად უნდა შევაფასოთ მიმართებაში სხვა ფინანსურ მეტრიკებთან და აქვე სხვათა შორის მინდა რამდენიმე საინტერესო ნიშნულზეც ვისაუბროთ, როგორიც არის მაგალითად საერთო მოგების მარჟა. როგორ ითვლება ის, ხომ? შემოსავალს გამოკლებული თვითღირებულება. ეს არის ჩვენი საერთო მოგების მარჟა, რომელიც სექტორში არის 31%-ის ფარგლებში საშუალო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შევადარებთ ჩვენ განვითარებული ქვეყნების მონაცემებს, იქ არის 45%, ანუ თითქმის 14%-ით მეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თვითღირებულება არის მაღალი, ან და ჩვენი გასაყიდი ფასი არის დაბალი. ანუ ორ რაღაცას ნიშნავს მხოლოდ. შესაბამისად, არის თუ არა სექტორისთვის განვითარების პერსპექტივა ეფექტურობის გაზრდაში ამ მიმართულებით ცალსახად არის. უბრალოდ უნდა ჩვენ ვეცადოთ, რომ გავზარდოთ ჩვენი ღვინის არსებობა უფრო კარგ და მაღალ მწყიდველობით უნარიან ბაზრებზე და ასევე ვეცადოთ, რომ გავაოპტიმიზოთ შემცირება სიტყვა არ ვარგა ხოლმე ფინანსებში, იმიტომ რომ შემცირება ხშირად ხარისხის ხარჯზე ხდება, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ჩვენი თვითღირებულების კომპონენტების ოპტიმიზება და ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ მარტივია თვითღირებულების კომპონენტის ანალიზი, სულ რამდენიმე კომპონენტია, ეს არის ყურძენი, ეს არის დამხმარე მასალები, როგორიც არის თქვათ ბოთლი, ეტიკეტი, კონტრეტიკეტი, ჩაჩი, საცობი და ასე შემდეგ და ეს არის პირდაპირი მუშახელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გაანალიზებული, სად შეიძლება მეტი ეფექტურობა დაიჭიროს კომპანიამ ამ ესე ვთქვათ კომპონენტში, რასაც ჩვენ თვითღირებულებას ვეძახით. ღვინის ინდუსტრიაზე დაკვირვებისას არის თუ არა თვითღირებულებაზე და მის პოტენციურ ფასზე ზრდის. გულისხმობ როგორც გასაყიდ ფასს გულისხმობ, ამ შემთხვევაში არ ყოფი ექსპორტს ან ადგილობრივ გაყიდვებს, ის ქვაკუთხედი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ერთგვარად ფინანსური რჩევის სახით უთხრათ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ ეს არის ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი, თუ არსებობს კიდევ სხვა კომპონენტები ან რჩევები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაუტოვოთ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დავამატებდი კიდევ ორ მეტრიკას, რასაც უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ
აქამდე მხოლოდ საერთო მოგების მარჟა ვახსენეთ, ხო? ეგრეთ წოდებული gross profit-ს ეძახიან მას. უნდა ასევე ვისაუბროთ საოპერაციო მოგებაზეც, რომელიც საშუალოდ ინდუსტრიას აქვს 21%, რაც ასევე დაბალი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან შედარებით და ასევე წმინდა მოგების მარჟა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში. ეხლა რას მაშინ როდესაც საფრანგეთში არის 12-დან 20%-მდე, ისევ მოგების მარჟა და ამერიკაში არის უხეშად 10-დან 15%-მდე დღეს. მაგრამ ერთის მხრივ ეს არის კარგი ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, იმიტომ რომ მე მიტოვებს იმ განცდას, რომ სწორი სექტორის დარგის სწორი მიმართულებით წაყვანის შემთხვევაში ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს მომგებიანობის ზრდის. თუ ჩვენ ვიქნებოდით ახლა იმავე ნიშნულში, რაც თქვათ უკვე ევროკავშირში არის, ან ამერიკაში არის, ზრდის პოტენციალი გვექნებოდა ნაკლებად სავარაუდო, ხო? რაც შეეხება რჩევას, რატომ ვახსენე ეს ორი მარჟა? ეს ორი მარჟა მიუთითებს ამ ორი მარჟის სიმცირე, მიუთითებს ასევე იმაზე, რომ შესაძლებელია საოპერაციო ხარჯებში და კონკრეტულად გამოვყოფთ საოპერაციო ხარჯებში ფიქსირებული ხარჯების კომპონენტი, ხშირ შემთხვევაში იყოს გადაჭარბებული შემოსავლებთან მიმართებაში და აქაც საჭირო იყოს გარკვეული ეფექტურობის დაჭერა. მარტივად რო ვთქვათ, ბიზნესი ყოველთვის უნდა ცდილობდეს კონდეს მინიმალური ესე რომ ვთქვათ, დაყრდნობა კონდეს მას ფიქსირებულ ხარჯებზე და რაც შეიძლება მეტი კონდეს სულადი ხარჯების ელემენტი იმისათვის, რომ ნებისმიერი ვთქვათ, ტურბულენტობის, მცირე კრიზისის ან თუნდაც დიდი მოვლენის შემთხვევაში შეძლოს სწრაფი ნავიგაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე სხვათა შორის არ იქნება ალბათ ჩვენი ეთერი შეკრული, რომ არ ვახსენოთ ბოლო ტარიფების ამბავი შეერთებულ შტატებიდან, რაც სადაც ჩვენ მოვხვდით 10%-იან სატარიფო ბადეში. საბაზისო. კი ბატონო, აქაც ხშირად სვამენ კითხვას, რომ აი ბოლო 2 დღეა ბევრჯერ დამისვეს ეს კითხვა, რას ნიშნავს ეს სატარიფო დავარქვათ ამას პირობები ქართველი მეწარმეებისთვის. და მოდით კონკრეტულად ღვინას შევეხოთ, იმიტომ რომ ყველა სექტორზე დრო არ გვეყოფა. აქაც მინდა რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ხელშემშელი ფაქტორი ქართული ღვინისთვის ამერიკის ბაზარზე და არგუმენტი ამის არის ის, რომ ისედაც საქართველოდან ამერიკაში უფრო ძვირადღირებული ღვინო გადის, ანუ სეგმენტი საკმაოდ მაღალია, საშუალო და მაღალ სეგმენტზე ვსაუბრობთ და ჩვენ ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია, რომ ეს ტარიფი მნიშვნელოვნად, ასე რომ ვთქვათ, ნეგატიურად იმოქმედებს. განსაკუთრებით თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს. ხო, აი მოვისმინე გუში, ერთ-ერთი კომპანიისგან, ვილომოსავალის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან, რომელმაც თქვა, რომ გარკვეულწილად ამას ყველაფერს უყურებენ როგორც შესაძლებლობას, რადგან გადახედეს სხვა ქვეყნის ტარიფებს რა, ამან 10%-იანმა, ანუ ყველაზე დაბალმა ბარიერმა, რაც საქართველოს აქვს დაწესებული, ესე ვიწოდებული საბაზისო ბარიერი, პირიქით შეიძლება მეტი შესაძლებლობა გაუხსნას ქართულ ღვინოს. მეც ასე ვფიქრობ, ამიტომ არ უნდა შეგვაშინოს აი ამ ტარიფის ნაწილმა. მე ერთი რაც შემიძლია დავაანონსო მარიამთან ერთად, რომ დაახლოებით ალბათ 2 კვირაში, შეიძლება ცოტა იქითაც ბიზნესი 360 გრადუსით გააგრძელებს და დაუბრუნდება თავის კიდევ ერთ საეტაპო თემას, ეს არის ლოგისტიკა. რომელსაც ვამზადებთ მარიამ ქოიავასთან და სავის გუნდთან ერთად და რა თქმა უნდა წინასწარ დაგიანონსებთ და გაცნობებთ ამის თაობას. დიდი მადლობა მარიამ. დიდი მადლობა გიორგი. მადლობა მარიამ ქოიავას მის საავტორო რუბრიკისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას ძენს თითოეულ ინდუსტრიას, რომელსაც ის მიმოიხილავს, კონკრეტულად კი დღეს საუბარი იყო ღვინის ინდუსტრიაზე. წარმატებები და მადლობა სავის გუნდს.